სოლიდარობისა და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდების მხარდაჭერით 3 წლის მარიამ მომანაშვილი თურქეთში სამკურნალოდ გაემგზავრა. ბავშვს თურქეთში თვალზე ონკოქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდება. მარიამის მკურნალობა $27,250 იჯდება. ოჯახს აღნიშნული თანხა არ გააჩნდა, რის გამოც პატარა მარიამის სამკურნალოდ წაყვანას ვერ ახერხებდა. თურქეთში მარიამისა და მისი მშობლების მგზავრობის ხარჯებს მთლიანად დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ფარავს. თანხა არის $27,250, რაც უნდა ჩვენ გადავიხადოთ იქ. ჯერ უნდა ჩაუტარონ გამოკვლევები და გამოკვლევების შედეგად გავიგეთ რა შედეგები გვექნება და ამის მერე ექიმები თვითონ გადაწყვეტავენ რა თვალის შემანარჩუნებელი იქნება თუ არ იქნება. ერთობლივი ძალებით მოხდა დაფინანსება, ეს არის ჯანდაცვის სამინისტრო, საქართველოს სოლიდარობის ფონდი და ჩვენ დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ესე ერთობლივი ძალებით ვახერხებთ და ვაკეთებთ იმ საქმეს, რომ ესეთი პატარა ბავშვები გადარჩნენ. ათასობით ადამიანის დახმარებით ჩვენ გვეძლევა საშუალება, რომ პატარა მარიამი გავამგზავროთ სამკურნალოდ თურქეთში. მას ჩაუტარდება თვალზე ონკოქირურგიული ოპერაცია და პირველ რიგში რა თქმა უნდა გვინდა ვუსურვოთ წარმატებით მკურნალობის დასრულება და ბედნიერად დაბრუნება საქართველოში.